კომპანია აჭარისწყალ ჯორჯიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ხავს. კომპანიის სამეთუყო საბჭომ ამ პოზიციაზე საშით ფატი წარადგინა. საშიტს აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება, ბიზნესის განვითარების და პროექტების განხორციელების მიმართულებით და მისი კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიის სფეროში მოიცავს როგორც მზის, ასევე ჰიდროობიექტების მართვას. ფატი არის განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე არაერთი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი და ახლა უკვე საქართველოში მართავს კომპანიას. სატიშ ფატი საქართველოში კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას და შესაბამისად ბოლო 10 წლეულების მანძილზე აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო ობიექტს 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰეს უხელმძღვანელებს. შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო და ოპერირებიდან დღემდე გამომუშავებული ელექტროენერგია 1700 მილიონ კილოვატ-საათს აჭარბებს. ის დღევანდელი საქმიანი დილის სტუმარია. კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ. კომპანია აჭარისწყალის აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ფატი და მასთან საუბარს პირდაპირ ეთერში სინქრონულად თარგმნის ჩვენი პარტნიორი კომპანია ENGIE Georgia. Mr. Fati, great to have you here with us. Thank you so much. Gamarjoba. It's wonderful to be on your show. Thank you so much for inviting me. It's a great honor Thank you for coming. AGL. One of the most significant contributors to the Georgian energy sector. ჩემთვის დიდი პატივია რომ აჭარისწყალ ჯორჯიას მენეჯერი, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი საქართველოს It leads to somewhere around 5% of the overall installed energy in terms of hydro. Today Georgia has around 4,600 megawatts of installed capacity. 7% is from hydros and over 187 makes it to somewhere around 4%. მეგავატის სიმძლავრის We contribute around 5% of the overall energy of the Georgia's requirement of last year. That's a significant ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს It's მივაღწიეთ. quite competent. მე მყავს გუნდი, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ელექტრონულ მოთხოვნილებას და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ენერგო სისტემის განვითარებაში. შაშენდელი წელი შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად წარმატებული იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ წელს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს ელოდებით. ამ მოლოდინებზე მინდა ვისაუბროთ და გასული წლის შეჯამება მინდა გავაკეთოთ, როცა კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაგბარდათ, როგორი პოზიციონირებით არის დღეს შუახევი ჰესი, რა მონაგარი აქვს 2022 წელს და წელს რას საპროგნოზო მაჩვენებლები იქნება. ხო, აი როგორია მიმდინარე წერი, Mr. Fati, საიმისოდ აი კომპანიისთვის როგორ მიმდინარეობს საოპერაციო თვალსაზრისით ეს წელი. Yeah. We registered some of the best generation numbers last year because of the rains and ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გასულ წელს წყალუხვობის გამო ჩვენმა გუნდმა მოახერხა ძალიან კარგად ამ წყლის გამოყენებამ და მიუხედავად იმისა რომ მცირე რაოდენობით which for hydro is quite high. მცირე რაოდენობით ენერგეტიკული მაჩვენებელი იყო, მაინც მოვახერხეთ მაქსიმალური შედეგის დადება და წელს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ შუახევის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელს. ენერგეტიკაში ძალიან ბევრი წლის მუშაობის გამოცდილება გაქვთ და როცა საქართველოში გადმოდიოდით სამუშაოდ, მოლოდინები როგორი გქონდათ და რა შეგიძლიათ გითხრათ დღეს, სად ვართ განვითარების ეტაპზე და უშუალოდ შუახევის სამუშაო პროცესიც მინდა რომ შევაფასოთ და ის ბაზარი, სადაც შუახევი ამ შემთხვევაში ყიდის ელექტროენერგიას. Shuakevi today is operating under different regimes. One under PPA and the other one we are partly allowed to export our energy to the Turkish market. But the markets in Georgia are also now opening up. თურქეთის ბაზარზე ვცდილობთ ენერგიის გატანას, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა ქართულ ბაზარზეც. But
looking forward to opening of market გსურს რომ გავხსნათ ბაზარი, სადაც ინვესტორებს ექნებათ იმის საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ნახეთ, რომ წელს წყალუხობა მუზრუნველყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია გავიტანეთ ექსპორტზე. თუმცა ის შედეგები, რაც შარშანდა ამ წლის პირველ ნახევარში იყო, წინასწარი პროგნოზით ვეღარ გაგრძელდება საექსპორტო ნაწილში. თქვენი გადმოსახედიდან როგორი არის მოლოდინები ამ მიმართულებით? The exports are continuing even this year. ექსპორტი გაგრძელდება. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ შემცირებული რაოდენობით არის საქართველოს აქვს სტომა თურქეთის ბაზარზეც. ამიტომ ჩვენი წვლილი ექსპორტის მხრივ ასევე გაიზრდება. ბატონ სატიშ, შუა ჰევიჰეს მაგალითზე რო ვისაუბროთ, გარდა იმისა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში კომპანიას საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ეს თქვენს ინტროშიც იყო აღნიშნული. რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კიდევ ჰესმა, შუა ჰესმა ქვეყნის იმ კონკრეტული რეგიონის განვითარების პროცესში, სადაც თქვენ საქმიანობას ეწევით და სადაც აშენდა ჰიდროელექტროსადგური. Any hydropower plant, for that matter, any power plant contributes ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. შუახევმაც ასევე შუახევის ესმაც შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეგიონის განვითარებაში და შუახევის ჰესის მშენებლობის ეტაპზე დასაქმდა 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნულმა პროექტმა რეგიონის მდგრადი განვითარების პროცესში, სხვადასხვა სამეწარმეო პროექტების დაფინანსება განხორციელდა და რეგიონი ძალიან გვიჭერს მხარს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ადგილობრივ თემებთან. გეგმები ბევრი დაანონსებულა ამ წლების განმავლობაში. ხომ არ უნდა ველოდოთ რამე სიახლეებს, იმიტომ რომ ყოველთვის აქტიურია ხოლმე კომპანია, მათ შორის ადგილობრივებთან თანამშრომლობის ნაწილში, იქნება სოციალური პროექტები, გარემოს დაცვითი საკითხები თუ სხვა. რამე შეგვიძლია გაუზიაროთ გეგმებიდან ჩვენს მაყურებელს? Yes, certainly. There are many projects which we can ბევრი პროექტია, რომელზეც მუშაობთ და მოხარულები ვიქნებით თუ გააშუქეთ ამ Thank you so much. სატიშ ფატი, ქალბატონებო და ბატონებო, იგი აჭარა ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. მადლობა, რომ საუბარს პირდაპირ ეთერში სინქრონულად თარგმნიდა ჩვენი პარტნიორი NG Georgia. ბატონ ფატის და მთელ გუნდს აჭარისწყლისა საუკეთესო მოკითხვებით და მადლიერება მათი კონტრიბუციისთვის ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების საქმეში. Thank you so much.